მოგესალმებით მეგობრებო, ესე იგი ძალიან რთული ვითარება დაიწყო და წავიდა ესეთი საუბრები. თურმე, ეხლა ველაპარაკე მე გამგებლის მოადგილეს, რომელიც ესე იგი ხელს უწყობს ამ ვითარებას და ამბობს, რომ ასურეთ თურმე აი ამ გარყვნილებით და ამ ვითომ ფესტივალით, რომელზეც მთელი დიდი ნარკობიზნესი მიმდინარეობს და აქ არის დედის ტირება. რა ხდება იცით? აი ახლა მე აქ დავჯდები და ნახავთ დღეს მთელი დღის განმავლობაში რა დედის ტირება არის აქ, გესმით? უკაცრავად? სად მიდიხართ? სად მიდიხართ? არა ქართველი. არა ხართ ქართველი? სად მიდიხართ? Where you go? Festival. Festival? What is this for a festival? I don't know. You don't know? No, I'm taxi. Okay, go. Алло. So. აი ახლა თქვენ ნახავთ აქ რა დედის ტირება არის რა და ეს ტიპი მეუბნება რომ აქ თურმე ასურეთს პოპულარიზაცია უკეთდება ამ დედის ტირობით რა ხალხო არ ვიცი ხა ასურეთლები აქ როგორ დამიდგებიან მხარში ყველას ეშინია აქ ისეთი ხალხი არის ჩარეული მე არ მეშინია რა აქ ისეთი ხალხია და იმ ხელა თანხებთან არის საკითხი რომ დარწმუნებული არ ვარ, რომ აქ გამოვა ვინმე და დამიდგება მხარში. აგერ ვდგავარ დღეს მთელი დღე, ერთი კაცი არ მოსულა და არ უთქვავს, რომ აი რა ხდება, თამარ, ხო? პირიქით, აქ ვინც მუშაობს იმ ადგილზე და უკვე მონური სამსახური გაყიდულია მონურ სამსახურში რუსებისა და უკრაინელების დედის ტირობაში. პირიქით, აქ დამიწყო, რომ მანქანა გადამეყენებინა. აი ეხლა მე დავდგები აქ და ვნახოთ თუ რა პოპულარიზაცია უკეთდება ამ სოფელს, ამ დედის წყნური ფესტივალით. უკაცრავად, გოგოებო, შეგიძლიათ ერთ კითხვაზე პასუხი გამცეთ? რა ფესტივალია მაღლა? ბატონო? არ გინდათ რომ გადაგიღოთ? კაი, არ გიღებთ. და ამაზე დიდი პრობლემა ვერ ნახეთ თქვენ აქ, ხო? ვერა, ხო? მოკლედ ერთი სიტყვით ახლა მაინტერესებს, რამდენმა იცის რა ფესტივალია აქ და რამდენმა იცის რა ხდება ამ დედა ატირებულ ადგილზე. გამარჯობა. გიღებთ. გამარჯობა, ერთი წუთი გააჩერეთ. დედა მოტყნული ხარ შენ. ნარკომანი. თქვენ მითხარით? აი ესეთი ხალხია. გესმით? მე სულაც არ მწვენია ახლა ვნახავთ რა პოპულარიზაცია უკეთდება ამ ასურეთს და რა ხალხს ვიზიდავთ ჩვენ რა. აი აქ დავდგები ახლა და ვნახავთ უბრალოდ. აქ საკმაოდ ხალხი დადის მანქანით და აი აქ ვცხოვრობ მე. ეგენი ხო თვლიანო პოპულარიზაცია უკეთება, ხო და მეც გაუკეთებ პოპულარიზაციას, ძალიან კარგ პოპულარიზაციას გაუკეთებ ამ ვითარებას. ესე იგი, იმაზე მეტი პრობლემა ვერ დაინახეს აქაურმა მაცხოვრებლებმა, რომ არ გადამიღოთ კადრშიო რა. კადრში გადაღება არ უნდათ, მაგრამ ნახევარ შიშველი ვითარებაში ფესტივალზე გამოცხადება უნდათ. გამარჯობა. მე არ მაქვს პრობლემა. ერთი წუთი დაგორდა დედიკო. რა არის? რატომ მიაწექი? მიდი მოიტანე გასაღები და კარგად ამოვწევი მას ეთყობა არაა კარგად ამოწეული. ახლა ნახე მე როდის იყო ეს დაახლოებით 2 წლის წინ იყო ამ სოფელზე მქონდა ესეთი სიზმარი რა ხილვასავით. ნუ აქ იყო სოდომ გომორა. აქ იყო სოდომ გომორა და მე ვთქვი რომ ესე იგი აქ ან იყო ერთ დროს სოდომ გომორა, ან კიდე მოვა ეს დრო, როდესაც აქ სოდომ გომორა დადგება და აი ახლა მე კიდევ ვკითხავ ამ ხალხს. გამარჯობა. გამარჯობა. სად მიდიხართ? ბატონო?
კი ბატონო, მიბრძანით. სეირნობე. რა ქვადეტა? სეირნობო დედიკო. პოპულარიზაცია უკეთდება თურმე ამ სოფელს რა. ნახოთ რა პოპულარიზაცია უკეთდება. გამარჯობა. აქ რა ხდება? რას უნდა გავშილო? აი რა ხდება ზემოთ? რაღაც ფესტივალია. რაღაც ფესტივალი? რა ფესტივალია? არ ვიცი, მე ძღოლდება დავამბობ. არავინ არ იცის რა ფესტივალია. უბილ ნომერზე რა, კვლელები და დედის ტყნელები არიან და ეხლა ვიღაცა მეტყვის და წმაწურ სიტყვაობ და უწმაწურ სიტყვაობ კი არა ბიჭო. აქ ისეთი რაღაცეები ხდება რომ ერთი ვნახოთ რა. აი ესენი ვინ არიან ეხლა გავიგოთ. გამარჯობა. სად მიდიხართ? ბატონო? გვარი? თქვენი მეგობრის გვარი. თქვენი მეგობრის გვარი? სად მიდიხარ? სადაც მინდა იქ მივდივარ. ხო და გეკითხები სად მიდიხარ? თქვენი საქმეა. ჩემი საქმეა და იმითომ. საქმეა, ვიცი. ძალიან ხშირი მოძრაობა ამ გზაზე. სად მიდიხართ? საქმეზე მივდივარ. რომელ საქმეზე? თქვენი საქმე არ არის. ჩემი საქმე არ არის, მაშინ მოუარე, მიდი, დავაი დაახვიე ახლა, მიდი. მოუარე, აღარ დავჯდებ, მიდი. შენი დედა მოვტყანა მე. აი ეგრე. შენ დედა მოტყნულო შენ. საქმეზე მიდის ბიჭი. ამათ ნახე რა ნაგლები არიან. ეს დედა მოტყნულები ესენი. გამარჯობა. იცი ეგ ვინ იყო? ეგ ვინ იყო, იცი? ვინ არის? არ იცი ვინ იყო? ვინ იყო, მე რა ვიცი? არ იცი ვინ იყო. აქ დედას თუ არ ვუტირებ ამათ. ამათმა ნახონ რა. გაჩერდით. ფესტივალზე მიდიხართ? ბატონო, ფესტივალზე მიდიხართ? აქ შენერგიო. კი ბატონო, გაიარეთ. ამათ დედას თუ არ შევეცი მე მაგათ ნახეთ რას უზა. ლუგზარი. აი ეს ადამიანი იცი ვინ იყო? ის ადამიანი იცი ვინ იყო? ვინ იყო, რა ვიცი? ვიზა მეუნები. წეღა რო გაიარა. წეღა ქვეყანადადი და ვინ გაიარა, რა ვიცი მე, აბა მითხარი. და არავის არ გინდათ რომ გამოხვიდეთ და ეს სიტუაცია გააპროტესტოთ. რატო უნდა გავაპროტესტო, რა ჩემი საქმე არის და? შენი საქმე არ არის ხო აქ რაც ხდება? რა ჩემი საქმეა, აბა იქ ფესტივალია, მე რატო უნდა გავაპროტესტო ერთი გამაგებია. ხო, კარგი, ნოგზარ, კარგი. ეს სირაქლემა ხალხი მეტი ზღისია, დიახ. მაგრამ სამწუხაროდ მე ვცხოვრობ აქ. დედა მოვტყან ამ ხალხის. მაგას ნახეთ, որ დაუნგრიო ეგ მანქანა. აქ დავაფიქსირე ვინც არის რა. ვინ ჩემი ფეხებია? ვინ ახართ საერთოდ? ვინ ხართ? რა ხდება? სად მიდიხართ? სახში.
რა სახში იქ ფესტივალზე არ ხართ თქვენ? არა, რა მინდა ფესტივალი? აი ხა ყველას დაულეწავ იცოდე სარკეებს. ფესტივალზე არ ხართ თქვენ? არა, მეთქი რა ხდება? აი ისინი ვინ არიან უკაროზია? მგზავრებია გამოჩერეს წამოიყვანეო. ზემოდან გადადით. ზემოდან გადადით მეთქი, გესმის? გინდათ რომ თქვენ დაგილეწოთ ახლა სარკე? დამიჭერე და ნახავთ თქვენ რაც მოგივათ. თქვენი დედა შევეცი მე. აი სირაქლემები იქ დგანან. დიახ. სირაქლემები დგანან აქ და ვითომ არაფერი არ უჭირთ. სოფელში რაც ხდება. გამოივლის ეგ კიდე აქეთ. გამოივლის ეგ კიდე აქეთ და ვაფშე გასაღები გამომიტანეთ დედიკო ჯიმნის? მე არ მაინტერესებს რა კიდე დაურეკა მე იმ პოლიციას. ბიჭო რა გააკეთა? ასე ხარ შენ? თუ არ დავაჭერინო ეგ ნახე რა. ესეთი ვითარებაა რა. დედა მომიკვდეს, დედას ფიცავარ, მე თუ ამ სიტუაციას არ შევეწირო რა. ღმერთმა დამიფაროს კიდე, მე კი არა, ესენი შეეწირებიან ნახავენ მაგას რა. აი ეს ცირაქლემა სოფელის მოსახლეობა კიდე მაგენიც ნახავენ რა მოუვათ. გამარჯობა. როგორ ვარ და აი ესეთ დღეში ვარ რა. აქ ხდება დედის წირება. ხო და ნახე ერთმა მანქანამ მიქაურმა ისეთი უსინდისოები არიან. დამარტყა. მეც დავარტყი და სარკე მოუტეხე. მაგას ნახე რა უკნა. მე ახლა გადავკეთე. გამოვიდა. ვიღაც ხარი კაცი გდია. ამ პერიოდში. გავედი რუსის ოჩელებს. შეიძლება გადაგიყოთ? იყოს მოისმენენ არ გიღებთ. კი ბატონო. ეს ადამიანი მეგობრებო აქ ჩვენთან ზარებს აკეთებს იცოდეთ. ერთადერთი ადამიანი საქართველოში რომელიც დიახ. ხო, მოგეთ. ნახე გათიშული. დიახ. წავარდე, წამოვარდე. და შემეწოდა ადამიანი სადახავს თუ გულიერაგოთ დათიშ ჩაქსვა გამიშვი. არა მაგა მოიგო. ჰა? აი გამოვიდა. წავედი. და უამრავი ასურეთელი გზაში. უამრავი. ბედიან რა დონის მუსიკა იყო. ნუ რაც არის ხო? ერთი შეიძლება რა უკადრებელია. სოფელ თუ ამ ხელახმარება საერთოდ არ შეიძლება, არ შეიძლება. და აი ესენი ამბობენ რომ მე რაო. წავედი. ძალიან მისაცხია. დიახ. უსამართლობას. და ეს ჩვენებ ჩამომეწალ აი ვიღამა გავარე მევატრია ეს და დავაგდეთ მე. უამრავი ასურეთელი და უხარიათ და რა ვქნა ახლა. უხარიათ. მაგათ უხარიათ მე არ მიხარია. არა მე ეს მაგრამ არა უშავს სხვა თუ სხვა დამწრობილია ძლიერი რაც ერიო ის პრობლემა თუ ყველა ესე რა ვიცი დამოკიდებულია დავიბრუნებთ აი მაგისთვის დგავარ აქ მე ეხლა ხო მითხაც გადაგები მანქანა გადავახე მეც გადავახე მე საცალო ნახე არის მადლობა დიდი მადლობა მარიამ არ გამოხვიდე თქვენ სად იყავით და სად მიდიხართ გეკითხებით თუ ქართული არ იცით საიდან მოდიხართ მან იყავით არა ქვემოთ არა არ მუშაობთ აქ ამ ფესტივალზე არ მუშაობთ უბრალოდ იყავით ფესტივალზე ფესტივალს საქმე ყოფილა კარგით მადლობა გაიარეთ დედა აი ამ კაცმა აი აქ მე რა მეხებაო ხო აი ამ კაცმა როდესაც მამაჩემმა აქ მოწვევა გააკეთა იმის რომ გაეკეთებინათ წყალი წვეულება ჩაუშალა
და მე თვითონ დარბოდა იმ წყლის გაკეთებაზე. გამარჯობა. გესმით? თვითონ იწყევლი და ბედს. ესენი არ ჩანან. გამარჯობა. სად მიდიხართ? ფესტივალზე? კარგი. სახში მიდია. დედას პიცა ვარ, თუ გინდა გიჟაც ჩამთვალეთ, რასაც გინდათ ის ჩამთვალეთ რა. აი მე გავგიჟდი ახლა. შო, გადამეკეტა. იცი რა გააკეთა იმ პროჭმა? რომელი იყო ჯერ ეგერთიც? თქვენ რომლები ხართ? აქაურები ხართ? აქაურებია მეზობელი სოფლიდან. სიცხაროდან. მე რატო უწყობთ ხელს? რატო უწყობთ ხელს ამ ვითარებას? რატო უწყობთ? ხო და ეგ არის მე ხელის შეწყობა ეგ არის. არა, ვერ ვიქნები კარგად, იმიტომ რომ ერთ-ერთმა ბოზმა რუსმა დამარტყა დღეს. აი აქ ზუსტად. ისეთი ნაგლები არიან ეგენი და თქვენ ხომ სვანი ხართ? სვანი. თქვენ ხართ სვანი. ხო და აი სვანებს რომ გქონდათ საქართველოს მიმართ. დაცვა. გასაგებია. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რომ ჩვენს ქალებს რუსებმა არ დაარტყან მანქანით. ჩვენ შეგვიძლია ის რომ ყოველ შემთხვევაში აი აქ რაც ხდება გავაპროტესტოთ. როგორ გავაპროტესტოთ? აი მე გიჟივით დგავარ დღეს და აი ესე უშლი ხალხს ხელს. ძალიან კარგი. 5 წუთია მოვედი და უკან ბრუნდები, მიყავს ჩემი მეგობარი. და როგორი იყო? კარგი ფესტივალი იყო? დასწრებოდი თქვენს მაყოფილი. არ ვიქნებოდი დღეს დილით 6 საათზე მანდვიდექი. არ ვიქნებოდი კმაყოფილი. გაიგე, დაგედი. ეს რომელია? მაგარია? კარგია? კარგი იყო ფესტივალზე? ფესტივალზე კარგი იყო? რა არის? გაგიშვათ? რა გინდათ? რატო გიღებ? იმიტომ რომ გავგიჟდი. თქვენ რატო იმალებით? თქვენ რატო იმალებით? წადით რა, იქიდან წადით, უკნიდან წადით. აქ შეუშლი ხელს, მე არ გავახარებ ამ ფესტივალს რა. ამ ფესტივალს არ გავახარებ, იცოდეთ რა. მართლა გეუბნებით. და გირჩევნიათ რომ გაიგოთ, შემოხვიდეთ ჩემ მდგომარეობაში ეხლა. არის ზემოდან გზა და იქიდან გადით. მართლა გეუბნები, დედას ფიცა ვარ, ძალიან გადაკეტილი მაქვს. აი დღეს თქვენმა ორგანიზატორმა იქ სადაც იყავით. თქვენ არა, თქვენ ხელს უწყობთ მაგათ, რომელმაც დღეს მე დამარტყა ეხლა გზაზე, გესმის? ეხლა ალბათ ფიქრობ ღირსი იყავიო, მაგრამ არ იცი რას აიქნ. ამიტომ მოუარეთ და იქიდან წადით რა. მე მანქანით აღარ გადავკეტე, მე ჩემი თავით გადავკეტი აქ. იმიტომ რომ მე ევაკუაციით ვერ გადამიყვანენ აქედან. თრალი კი არ იყო და არც თრალი იყო, არც კაიფში, ეს არის ორგანიზატორი, რუსის გავარდნილი. დედა მოტყნული, ეს კი არა, ის ვინც დამარტყა. და მაგას დედის ერთი ადგილი მოეწყუნება და ეგ იქნება რა. გადადით, გთხოვთ, წადით უკან, ძალიან გთხოვთ, აი ესე. იცი რა, ეს მიწა ვინც გაასხვისა ზედა ქუჩაზე ცხოვრობს, ის შეაწუხეთ. ის შეაწუხეთ. ძალიან გთხოვთ, ის კაცი შეაწუხეთ, ვინც ეს მიწა გაასხვისა. თუ იჯარით. მე აი აქ ცხოვრობ, ნახე, აქ ცხოვრობ. პირიქით, შუაში ხარ, შენ აქროდ გახარ, შუაში ხარ ეხლა. ბატონო, თქვენ რომელი ხართ? მითხარით? თქვენ ვიხართ? დიახ. კი ბატონო, ყველაფერი რიგზია, გაიარეთ. მე ეხლა ვიქცევი ისე როგორც უნდა მოვიქცე. გადაკეტილი მაქვს მეთქი გეუბნები რა. გადაკეტილი მაქვს. რა შუაში ხართ? იმ შუაში ხართ რა, ეხლა ჯავრები თქვენზე არ ვიყარო რა. უკან დაბრუნდით.
რა გნებავთ? გნებავთ რამე? მე რა გნება? მე აქ ცხოვრობ და ნერვებზე მშლიან აი აქ გამოვლელები. აი ეგ. შენ რა გააკეთო? არაფერი, რამე გნებავთ? გეკითხებ. არ შეიძლება, გადაკეტილი მაქვს მეთქი და всё. რო გადაკეტე რას? რო გადავკეტი კი არა, რო გადამეკეტა, ესე იკითხე. რო გადამეკეტა. აი ხარ ასვი. არ ვიცი, აი ხლა რაც გინდა ისქენით. თქვენ რაც გინდათ ისე გააკეთეთ. ბიჭო, მე გითხარი, გადაკეტილი მაქვს. გესმის? შენ მე რა შუაში ვარ? მე აქ დგავარ რა. ხო ხედავ რომ გაგიჟებული ვარ და წადი სხვა გზიდან. სანამ ბიჭო, არ არის პრობლემა, ორი გზა არის, ზედა ქუჩა, ქვედა ქუჩა, წადი. როგორც იცი, არ შეიძლება. არა, ეს შეიძლება რომ დამარტყა იმ დამპალმა და რუსმა? ვინ დაგარტყა? ვინ დამარტყა? ამან რო არ დამარტყა, ეს აფინანსებს იმ რუსს, რომელიც ამ სოფელს ნერვებს უშლის. და ამ სოფელს თუ არ უშლის ნერვებს, მე მიშლის ნერვებს. ამ ხახმა რა დააშავა, მითხარი? მე რა დავაშავე, ბიჭო? მე რა დავაშავე, მე? ამ ხახმა რა დააშავა? რა დააშავა? აი ეს და ამისთანა დღეს 50 მილიონი გაიარა გამოიარა ამათმა. გესმის? ის დააშავეს, რომ ხელს უწყობენ ამ უსამართლობას. რას და ფესტივალი, რომელიც ტარდება სოფლად ახლოს. მერე? რა მერე წუხდები აქ? ეგ მერე ჩვენთან კი გაიარე მეთქი რა. ბიჭო, შენთან უნდა გამოვთქვა მე მაგეთ და ვერაფერს მაშინ ჩემთან კი ნუ გაქვთ პრეტენზია, წადით და მერიაში დაწერეთ არ პროტესტი. შეიძლება ჩვეულებრივი მოქალაქე ხალხის გაჩერება. არ შეიძლება? ის ხო შეიძლება იქ რაც ხდება? ჩვენი საქმე არა. არც ეგ არ არის, ჩემი საქმე შენ რა პრობლემა გაქვს რა? სტუმარი არა, ჩემ ფეხები ხარ, შენ ხარ ფესტივალის მონა. გამარჯობა, გისმენთ. სახში რომელ სახში? ქვედა ქუჩაზე რატო ამოდიხარ აქედან? თქვენ თუ სახში მიდიხართ, ხო? თქვენ არ გესმოდათ მთელი ღამე რა ხდებოდა? მიდივარ დაღლილი მიდივარ. გასაგებია, მაგრამ ეხლა ხო ხედავთ რა ვითარებაა. რა ვითარებაა და ნახე, ფესტივალია. იქ იცი ვინ არია? აი იმ დამპალმა რუსმა, რომელიც აი იქ ფესტივალს აორგანიზატორებს. უყურე ხელი დამარტყა. ეხლა შენ იტყვი ალბათ რომ ღირსი ხარ. რა ვუჩივლო, როდის ვუჩივლო? ეხლა ვუჩივლო. მოვიდეს პოლიცია და ვუჩივლებ. მე ხა უნდა გავიდე სახში და გადაიწია რომ გაიარო მანქანებმა და გაიარო და გაგატარებ. შო გადაკეტილი მაქვს მე, შანსი არ არის რა. მანქანა აგერ დგას, არ მაქვს მანქანით გადაკეტილი, მე მაქვს ჩემი თავით გადაკეტილი რა. დედა მოტყნულმა რუსებმა, რომელმაც მაკადრეს და დამარტყეს და დაფიქსირებული არის აი აქ, რაც გამიკეთეს რა. სად მიდიხართ? რომელ სახში? რა გვარი ხარ, მითხარი? რა გვარი ხარ? ბიჭო, ასურეთლები თუ ხართ, რას აკეთებთ მე ვერ გავიგე. ჩემზე უკეთესი ასურეთელი თუ ხარ, აქ იდგებოდი შენ, გესმის? რა საქმეზე მიდიხარ ისეთზე რომ ვაგვიანებ? ხო და არც მე არ უნდა გიხსნა აქ რატო გავგიჟდი რა? გაიარე. გავიარე მიბრძანდები. მიბრძანდით, ბატონო, მეფეო. შო, ეხა ესეც ასურეთელია, ვნახოთ. ვინ ხართ? What happened? You know? Es gibt andere სხვა გზა არის. Another street. You can take another street. Go there. Go there. So. მოუხვიე და იქ ადი. Okay? Yes, okay. Go. და ეს არის? გადმოაყენეთ აქეთ გადმოაყენეთ. ესე გადმოაყენეთ აქეთ. გადმოაყენეთ აქეთ ერთი წუთი და გავარკვევთ საქმეს. გადმოაყენეთ. გადადით, გავლა უნდა. აქაურ მაცხოვრებელს გავლა უნდა და გადააყენეთ იქით. ბატონო? სად მიდიხართ? ხო და გადააყენეთ და გავარკვევთ ვითარებას. გადააყენეთ. გვერდზე გადააყენეთ. გადააყენეთ. აქეთ გადააყენეთ. მარიამ, იქით გადადი დედიკო, იქით გადადი. აი აქ დააყენეთ.
ამათ გონიათ რომ თავისი გაუვათ, ხო? აი აქ დააყენეთ. აქ გადააყენეთ რო გეუბნებით. იქით რატომ მიდიხართ? გზაზე არა, იქ დადექით. იქ დადექით. იმიტომ რომ გეუბნებით დადექით იქ. აგიხსნით მეთქი, გეტყვით და არც მე არ მაქვს რა დრო, არ მაქვს დრო. დაახვიეთ აქედან. მაგას სანამ თქვენ გაიგებთ, იკითხეთ მერიაში. მე სახში ვეღარ მიდივა და მაგით წუხდები. აბა ეხლა კარგი რა, ასურეთელო. კაი ეხლა. ძალიან კარგად ვიცი ვინც ახარ და თუ იცი, მაშინ ხმა გააჩერე. სამსახურში? რომელ სამსახურში? ფესტივალზე არის თქვენი სამსახური? რატო არის აქ თქვენი სამსახური? მე მაგ სამსახურის წინააღმდეგ, სადაც თქვენ მუშაობთ, პროტესტს ვაცხადებ ახლა. ბიჭო, მეც არა ვარ არაფერ შუაში არ, მე რა შუაში ვარ? რა შუაში ვარ მე? მე რა შუაში ვარ? ახანები რო უყენებ. გაიარ. მე წუხდები. შენ წუხდები? რას ლაპარაკობ? აქ რო აიქროლებ და ჩაიქროლებ ხოლმე. ბავშვები არა, წადი ახლა, გაიარე რა, წადი. მომისმინე? დაურეკეთ თქვენს უფროს და მოვიდეს აქ. დაურეკეთ თქვენს უფროს, უთხარით რომ აქ გაგიჟდა ადამიანი თქო და მოვიდეს აქ. დარეკეთ, იყო აქ უკვე პოლიცია, დარეკეთ. მოვიდეს აქ თქვენი უფროსი. მერე გავარკვევთ რა უფლება მაქვს. მერე გავარკვევთ. შენ მანახე უფლება რომ აქ გავლის უფლება გაქვს და იქ მუშაობის უფლება გაქვს. შენ მანახე უფლება თქო, დაურეკე შენს უფროს და მოვიდეს აქ. აუ რა დღეს გაგიხდეთ ყველას ბავშვები ფესტივალის მერე, ხო? ცუდად. მიდეპერეკო მართლა? ზემოდან წადით მერე, ზედა ქუჩაზე არის გზა. აი ადით ესე და მაღლა არის. აქ ახვალ და მარჯვნივ შეუხვევთ, მარცხნივ შეუხვევთ. რა არის და აქ რაც ხდება, ეს არის მე რა დავაშავე, იქნებ ისი კითხო. მე რა დავაშავე, ისე იქნებ ისი კითხო. დავაი, წადი ახლა ბავშვი ხო გყავთ სუდად. დროზე ქენით რა. ხო, მორჩი ახლა მიდი რა წადი ბიჭო რა. რა? მამრობით ის კესიც აქ ვარ და მდედრობით ის რამე პრობლემა გაქვს? დახვი ახლა აქედან. ხო, წადი რა, კარგი. დახვიე და მიდი. იქიდან რო შეგიდი ვერ წახვალ თუ რა ხდება, ვერ გავიგე. მაიძამაიძ ესე დღეში უნდა ჩამაგდოთ? თაგო, გავუშვი ესე. იქ მიდიან ფესტივალი რო. ფესტივალი რო არ მაგას ვაპროტესტებ მე ზუსტად. მაგას ვაპროტესტებ. ცოდო ვარ მე მთელი ღამის განმავლობაში აქ რო შემაწუხეს. და კიდე ამ რუსმა, რომელიც იქ ორგანიზატორია დამარტყა დღეს და მაგაზე ვარ აკრეფილი ახლა. რებს კადრულობენ ესენი აზე ხარ? მიჩხულებ შენს ნერვიულობ. მეც ნერვიულობ, აბა რა შვები. ამარჯობთ. რა ხდება, რა ვითარება? ეს გზას რო გვიფერხებთ? თქვენ მიხართ. გზას გვიფერხებთ. თქვენ